კომენტატორ სანდრო ცნობილაძის სახლში ჭხრეკა დასრულდა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა უკვე დატოვეს ტერიტორია, ამოღებულია ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა. ამ ფაქტს ცნობილაძე მის სამოქალაქო პოზიციას და აქტიურობას უკავშირებს. კოკაკაციძის უწყება კი შინაარსის მასალის უკანონო მოპოვებას. ამასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ მედიასთან სპორტულმა კომენტატორმა ვრცლად ილაპარაკა და ნიკა საჯაიამ დასვა კითხვები მას მოусმენთ ახლა პირდაპირ ეთერში სიახლეებით. დიახურამ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სანდრო ცნობილაძის საცხოვრებელ სახლში შესაბამისი სამუშაოები უკვე დაასრულა საგამოძიებო და ახლა უკვე გამომძიებლები სანდრო ცნობილაძესა და მის უფლებადამცველს ელოდებიან უწყებაში, სადაც დამატებით დეტალებზე ალბათ მიაწოდებენ ინფორმაციას. თავის მხრივ კომენტარი მედიასთან გააკეთა გამომძიებელმაც, მან დააზუსტა, რომ სანდრო ცნობილაძე არ არის ბრალდებული, არამედ მის საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედება იმ შეტყობინებიდან გამომდინარე, რომელიც ერთ-ერთმა ქალმა გააკეთა საგამოძიებო სამსახურში. აქ საუბარი არის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონო მოპოვებაზე, თუმცა ის არ აკონკრეტებს რა ჩანაწერზეა საუბარი, ეს არის ფოტო, ვიდეო მასალა თუ ასე შემდგომ. გამომძიებელი განმარტავს, რომ გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის საგამოძიებო სამსახურს აქვს კომპანია მეტასგანაც, რომელიც სოციალურ ესე ვთქვათ პლატფორმებს მართავს. თუმცა თავად სანდრო ცნობილაძე აღნიშნავს, რომ მისი სახლიდან ამოღებული არის კომპიუტერული ტექნიკა, ასევე გამომძიების ხელში არის მისი პირადი მობილური ტელეფონი. ის ყოველივე ამას უკავშირებს მის სამოქალაქო პოზიციას და განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ კი მას რაიმე კანონსაწინააღმდეგოს უპოვიდნენ საცხოვრებელ სახლში, ის მედიასთან კომენტარს ვერ გააკეთებდა, გამომდინარე იქიდან, რომ გამოძიება მას დააკავებდა. აქზე რომ მასაც უჭირს ჯერჯერობით კომენტარის გაკეთება საჯარო ინფორმაციაზე, რომელიც გამომძიებლის მხრიდან გახდა ცნობილი და აღნიშნავს, რომ ეს ყოველივე არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომლის მთავარი მიზანიც არის მისი დისკრედიტაცია საზოგადოებაში. რაც შეეხება ჩანაწერებს და გარკვეულ ვიდეო მასალას, რომელიც ასევე არის ამოღებული სანდრო ცნობილაძის სახლიდან, როგორც ცნობილი სპორტული კომენტატორი განმარტავს, ეს არის სხვადასხვა წლების საფეხბურთო მატჩის ჩანაწერები, რომელსაც ახლა გაეცნობა ალბათ გამომძიებლები. თავის მხრივ პროცედურულ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას ცნობილაძის ადვოკატიც, რომელიც აღნიშნავს, რომ მას ჰქონდა ჭრეკაზე დასწრების სურვილი. ამის შესახებ ცნობილაძემაც შეატყობინა გამომძიებლებს, თუმცა როდესაც ის უკვე მივიდა ცნობილაძის საცხოვრებელ სახლში, გამოძიებას შესაბამისი მოქმედებები ადვოკატის გარეშე უკვე დაწყებული ჰქონდა. აზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების სამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონო მოპოვების ფაქტთან დაკავშირებით. აზარალებული მიუთითებდა პიროვნებაზე, ვისთანაც ჩავატარეთ პირადი ჭხრეკა, ასევე მეტადან მოსული ინფორმაცია ემთხვევა იმის სამართს, საიდანაც ყალბი აკაუნტის გამოყენებით პიროვნება უკანონოდ მოპოვებდა ინტიმური შინაარსის ფოტომასალას. ბრალდებაზე არ არის საუბარი, ეს იყო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ჩავატარეთ სასამართლოს განჩინების საფუძველზე. და ამოვიღეთ კომპიუტერული ტექნიკა. ანუ პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოებთან დაკავშირებით. გაღვიძებულიც არ ვიყავი წესიერად. სახლში მყავს 81 წლის დედა, რომელიც სასტიკად გაანერვიულეს. მაქსიმუმი დაუშვათ არის, რაც ამოიღეს ჩემგან, რომ ნახონ, ესე რა ქვია, არგენტინის ნაკრების წარმატებები და ხვიჩა კვარაცხელიას ისინი რა ქვია, გოლები. შანტაჟის მეთოდია. ყველამ ძალიან კარგად იცის და აქვე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ აუცილებლად, რომ მაინც ყველა შემთხვევაში ყოველდღე ვიდგები აქციებზე, ყოველდღე მივალ, ყოველდღე გავაპროტესტებ და სრულიად გასაგები არის რა უშლის ნერვებს. ბატონი სანდრო ითხოვდა, რომ ჭხრეკას დასწრებოდა ადვოკატი და მე არ მომეცა საშუალება, რომ თავიდანვე დავსწრებოდი ჭხრეკას. ეს არის პირდაპირ მიმართული, რომ მის რეპუტაცია შეარყიონ, მისი სახელი შეარყიონ, ხო თაობებია მის ხმაზე გაზრდილი, თაობებს უყვარს ბატონი ალექსანდრე და აქედან გამომდინარე სურთ, რომ თავისუფალი ადამიანი, რომელიც არის ძალიან მაგარი ადამიანი, რომელსაც უყვარს სამშობლო და იბრძვის სამშობლოსთვის, ცდილობენ რომ შეაშინონ.
ბოდიში ხდი უზუსტობისთვის ასე ვთქვათ გამომძიებელმა დააზუსტა რომ ეს არის ფოტო მასალაზეა საუბარი, თუმცა არ დაუზუსტებია კონკრეტულად როგორ შეიძლება ღია წყაროთი მოიპოვო პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა და ამასთან დაკავშირებით სწორედ მიმდინარეობს გამოძიება, როგორც უკვე გითხარით და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ელოდებიან სანდრო ცნობილაძესაც ბუნებრივია გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავად დაზარალებულის ვინაობა არის ცნობილი და ის უცნობია უпростоრად ისევე როგორც უცნობია კონკრეტულად რა შემხებლობაში არის ის სანდრო ცნობილაძესთან ამასთან დაკავშირებით თავად ცნობილაძესაც არ აქვს ინფორმაცია და მე მაყურებელს შევახსენებ რომ მას არ აქვს ბრალდებულის სტატუსი უბრალოდ როგორც განმარტავენ საგამოძიებო სამსახურში ეს არის გამოძიების ეტაპი და მიმდინარეობს ყველა საჭირო ღონისძიება იმისთვის რომ მოხდეს ინფორმაციის გადამოწმება ამავდროულად დღეს ცნობილაძის საცხოვრებელ სახლთან მას შემდგომ როდესაც ცნობილი გახდა რომ იქ იმყოფებოდნენ გამომძიებლები იმყოფებოდნენ ასევე ცნობილაძის მეგობრები სხვა სპორტული კომენტატორებიც რომლებიც ასევე უკავშირებენ ამ ფაქტს სწორედ იმ საჯარო პოზიციას რითაც გამოირჩევა სანდრო ცნობილაძე და აცხადებენ რომ ეს არის რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობა იმის რომ დააშინონ ის ადამიანები რომლებიც ღიად უპირისპირდებიან ქართული ოცნების პოლიტიკას როგორც კი Facebook-ზე პოსტი ვნახე ჩემი მეგობარი აქტივისტებისგან რომ როგორც აქამდე ხდება ხოლმე უკანოდ იჭრებოდნენ ერთ-ერთ მოქალაქის და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის ყველასთვის საყვარელი კომენტატორის სახლში მაშინვე მოვახდინე რეაგირება და სასწრაფო წამოვედი მითითებული მისამართისკენ იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ხალხის გვერდში დგომა და სოლიდარობა წინააღმდეგ შემთხვევაში თუ გავთითო კაცთით ძალიან მარტივად დაგვანგრევს რეჟიმი ამის უფლებას კი არავის არ მივცემთ არასდროს ასე მიმდინარეობდა პროცესები, საგამოძიებო პროცესები სანდრო ცნობილაძის საცხოვრებელ სახლში გამომძიებლები მასთან დღის პირველ ნახევარში შევიდნენ, ადგილზე უკვე დასრულებულია საგამოძიებო მოქმედება და კომპიუტერული ტექნიკა, ასევე ცნობილაძის პირადი მობილური ტელეფონი და ვიდეო ჩანაწერები, რომელიც როგორც კომენტატორმა აღნიშნა, ძირითადად არის სწორედ საფეხბურთო მატჩები, სხვადასხვა წლების ახლა არის გამოძიების ხელში და ადგილზე ელოდებიან ცნობილაძესა და მის უფლებადამცველს, საბადაც სავარაუდოდ უფრო მეტ დეტალს შეიძლება შეიტყონ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.